გამარჯობა მეგობრებო. ჩვენ მანქანას შევიძინეთ Audi 80, რომელიც უნდა გათამაშდეს 15-16 წლის ლიხაჩ ბიჭებზე რა. გოგოც თუ იქნება, გოგოსაც ვაჩვენებთ. მოკლედ, მეგობრებო, ეს მანქანა ნერჟავეიკაა რა, რო იცოდეთ, არ ვტება. ეს მანქანა უნდა ვაჩვენოთ ჩვენ გამომწერს 10,000 გამომწერზე. უკვდავი მანქანაა ძმაო რა, რო უყურებ, ეგრევე იჩითება როგორი მანქანა, იცი? არაფრის მთქმელი მანქანა არის რა. აი 124-ზე და 34-ზე ვილაპარაკეთ წინა ვიდეოში, სადაც იმის ტიპაჟი გამოთქვამდა რაღაცას რა, აი ცოტა ხულიგნურია, ის ცოტა დიპლომატია. ანუ ამას რო უყურებ, ანუ არაფერს გეუბნება რა. Audi 80, ეს პაუერტნიკები გვაქვს არ შეიმჩნიოთ. როგორი მანქანა იყო რა, როდესაც 124 და 34 მე მგონი არ არის მაგის ფაზა ეს მანქანა რა, მაგრამ მოდი ესე ვიტყვი. BMW და 34 ავიჭერი. BMW და Mercedes-ი როდესაც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, Audi თავის პონჩში რაღაცას რალაობდა რა, იქ რალებზე და უგზოობაში დადიოდა რა. შევარჩიეთ ჩვენ ცოტა უსწორმასწორო საფარი, რომ ანუ 99 წლიანი მანქანის დაკიდების სისტემა განახოთ რა. უკან ხედავთ, აი მანქანა როგორ ადგილზე დგას და რო დააკვირდეთ, უკანა მხარე წამოწეულია, წინ დადაბლებული და აქეთა მხარეს, აქეთა მხარეს კი პირიქით ეს ბალანს უწყობდა ხელს. ანუ ამ მანქანაზე როგორც თქვენ არიცით არაფერი ისე არ ვიცით მე და ლუკავაც. ანუ 10,000 გამომწერზე სანამ ჩვენ ავალთ, თუ მალე ავალთ, ძალიან მაგარი იქნება რა. ანუ მაგრა გაასწორებს, ისე მალე გათამაშდება და შენი შეიძლება გახდეს. უბრალოდ მე ვიძახი როგორ ადამიანზე მინდა რომ ეს მანქანა გათამაშდეს რა, რომელიც ანუ მე როგორც ვიყავი რა. 15-16 წელს რო ვიყავი, მივდიოდი, მიკრა უნდა მეყიდა 1-დან 0 გაზზე რა. 80 აი წლოვანება იყო სადღაც, ცოტა ახალი იყო. ანუ უბრალოდ მინდოდა რომ ადონზე პაკრიშკები ქონოდა და დაგორავდეს რა. რაღაცა მინდოდა რომ მეტრიალებინა. იმის ტრიალი დამეზარა უკვე მომბეზრდა. როდესაც არ იყო 15 წელს რო ვიყავი და 16 წელს რო ვიყავი, მაშინ შესაძლებლობა რომ გინდაც 1000 ლარიანი, 2000 ლარიანი, 3000 ლარიანი მანქანა მეყიდა და რომ ეგეთ ადამიანს ეს მანქანა ვაჩუქო რა. ესე პირდაპირ ჩუქებით არ იქნება, მაგას მოვიფიქრებთ რამეს, რომ ისე იყოს, რომ თანაბარი იყოს, ვინც არ უნდა მოვიდეს, თანაბარი იყოს ძალები ერთმანეთში. ვიზუალზე ახლა შეიძლება ეს რაღაცა აქერცლილები, პანკლები და რაღაცეები ჩანს, მაგრამ პირველი მანქანა ესე როგორც საჩვენე, მე მაგრად გამისწორდებოდა. შეიძლება ისეთმა ადამიანებს უყუროს ახლა ამ ვიდეოს, რომელიც იძახის, რომ ეგ ჯართი ვისრა ჩემ ფეხებად უნდაო, მაგრამ შეგიძლია აი ამას რომ მოისმენ, ჩაკეთო და გააჯვა ვაფშე რა. მე ვიძახი ადამიანზე, რომელსაც გაუსწორდება რა. ესეთი გათამაშებები მინდა რომ ხშირ-ხშირად იყოს. ამას სჭირდება ფინანსები უბრალოდ. ეს ჩვენი ძალით ვიყიდე. ჩვენი ფინანსებით რაც გავაკეთეთ, დისკები შევცვალეთ იქ სალონში, რაღაცა კულისა შევცვალეთ, მოვაჯანიანეთ, რაღაცა ფილტრები, ბენზონასოსი, ეგენი შევცვალეთ, პავაროტნიკები ნაკიდი გვაქვს. რა ნატურებს ვერ შოვლებთ, რაღაცა იშვიათი ნატურები აქვს რა. აი ეს რა არის? სავარაუდოდ გადანაკეთებია და აღარ იშოვება რა. მაგრამ იმენა ისე გავწყიფავთ ამ მანქანას. ანუ მინდა რომ ბიჭო, ყველაფერს კი გავაკეთებდით. აი კაპიკები ღირს ამის ნაწილები რა. აი შეიძლება ეს ყველაფერი ადვილად გააკეთო, არ იშოვება უბრალოდ, მაგრამ შეიძლება გააკეთო. მაინც ან გამოწერით არ რაღაცით, უბრალოდ არ მინდა რომ ბოლომდე გაკეთებული მანქანა იყოს, იმიტომ რომ ეხლა მე რო 15-16 წლის ბავშვს რა ბიჭს ვაჩუქო ეს მანქანა. მინდა რომ ცოტა ისწავლოს ამ მანქანით რა. ეხლა მე რო ესეთი მანქანა ვიღაცას ეჩუქრა ჩემთვის 15-16 წელს რო ვიყავი, ბიჭოც აღარ ვიყიდიდი, ან უკეთეს ვიყიდიდი, რომ უკეთესი გამოსულიყო რა. თუ შენ მოიგებ და შენიც რა, გინდხე შემოეწყვიტე, გიტკდი და გადმოხტი, ოღონდ შენ არის ჯდერულთან. მანქანა გაუშვი მარტო საშოვარს. მოკლედ მეგობრებო, აი ეს მანქანაა Audi 80 B3. ჩვენ ამ მანქანას კიდე გავაკეთებ. სპონსორებო, კომპანიებო, ესეთი შემოთავაზებაც გაქვს. ვინმე თუ რამე წვლილს შეიტანს, აი სურო, აი ეს სარკეა და გასამაგრებელია, შეგიძლია გააკეთო ეს სარკე, მოხვიდე მანქანასთან და ესე პატარა სტიკერი დააკრა. მეგობრებო, ჩვენ გვერდში დაგვიდგა 34-ზე საჭე გავაკეთეთ და დაგვეხმარა Pro Detailing Georgia. ძალიან კარგად იმუშავეს, რომ საჭე იყო განადგურებული და აი ესეთია, ეხა კამფეტია. მადლობა ძალიან დიდი. შეგიძლიათ თქვენც მიბრძანდეთ აღვაშენებლის ხეივანზე 13 ნომერში, მათე მოტორს სადაც არის GB, მაგის გვერდზე არის ბოქსები, იდეაში მაგის ეზო არის.
შეგიძლიათ მიბრძანდეთ, გაამზადოთ საჭე. კონტაქტი, ინსტაგრამი, ნომერი ტელეფონის იქნება აღწერაში. ძალიან მაგარი ბიჭები არიან, იმენა ძმაკაცული ბიჭები არიან. კიდე გვერდში დაგვიდგა ლაშა, მადლობა ლაშა. ჩაგვიყენა ენჯელები, ჩაშავდა ნიკელები, განათება საერთოდ 1 გრამით არ მოკლებია. შენ თუ ყავს F სერია, I სერია, G სერია, შეგიძლია დაუკავშირდე ლაშას ჩვენზვათ. აღწერაში იქნება კომუნიკაციები, რაღაცეები, კონტაქტები. რაც იყო და რაც არის, შედარება არ არის. ენჯელები, რა თქმა უნდა, ძალიან მაგრად უხდება. აი შედარება არა, მართლა შედარება არა. შეიძლება ეხა ვიდეოებში არ ჩანდეს, იმიტომ რომ ანათებს ძალიან და ამის ჩაწევა შეიძლება ჩვეულებრივად კომპიუტერით. თან უფრო გამძლეარი ერთდროულად დააყენა ლუკამ და ჩვენმა ძვაკაცმა ფარები და იმან დააყენა ეს LED ტაივანის ფარები. ჩვენ ესენი იმას ერთი ენჯელი უკვე წგვუტავს. ამაზე უკვე რავი, იგივეა რა. როგორც დავაყენეთ, ისე ისეთია. დაუკავშირდით უფრო უკეთესად გაგაცნობთ პირობებს, როგორი იქნება, რანაირი იქნება, რისი გაკეთება შეუძლია. ორთქლება ფარები, კარგად არის აწყობილი, იცის ამ ბიჭმა ხელობა. გვინდა რომ ბევრი რაღაცა გავაკეთოთ ამ მანქანაზე. ჩვენ გვერდში დგომა თუ გინდათ, მოგწერეთ მეილზე, ინსტაგრამზე, ძმაო, ტელეფონის ნომერზე, ფეისბუქზე, ყველგან შეგიძლიათ მოგძებნოთ, TikTok-ზე ძმაო, შეგიძლიათ მოგწეროთ. მოკლედ ეს მანქანა რო გათამაშდება, ჩვენ დავიწყებთ უკვე მეორე მანქანის გათამაშებაზე ფიქრს. იმიტომ გადავწყვიტე ეს მანქანა, რომ მინდოდა რომ ნაკლები პრობლემები ქონოდა მეპატრონეს რა. რა თქმა უნდა, ძველ მანქანაზე პრობლემებს ვერ გამოვლევ, მაგრამ BMW როცა არის, ან Mercedes-ი გინდაც პრობლემური არის რა. ეხლა ამ მანქანის პრობლემა არაფერი არ არის. არც ლპება, ძრავი ძმაო იდეალურად მუშაობს, Goldwis მონოსპრისკი ძრავი დევს ერთი დარვა, გაწევაც მაგარია, იცი რა წიწაკაა. ამ მანქანაზე ზედმეტსახელი არის წიწაკა რა, ჩვენ შევარქვით თავის თორქსზე და ცხენის ძალებზეა ეს სახელი დამოკიდებული. კიდე იმიტომ შევარჩი რომ ამ ელექტროობა არაფერი გააჩნია რა. 4-ვე შუშა აქვს მექანიკური, ლუკი მექანიკური აქვს, ცოტა 1-3 კაცი უნდა რომ დაიკეტოს ის ლუკი, მაგრამ ეხლა შენ რო 15 წლის ბიჭი ამას მოიგებ, ძაკაცებით გატენილი არ გეყოლება და რაღაცა არიფლექსა ლუკებიდან თავები, შამპანიურები და რაღაცეები. Audi 80. აინტერესებს რომ დავოთვალიერებინოთ? კარგით, მაშინ დავოთვალიეროთ. საიდან დავიწყოთ ლუკა? ორიგინალი დისკებია, 16-იანები, მე მგონი 7.5 ჯებია. ამ მანქანაზე ყენა 14-იანი რკინის დისკები. მოდი ლუკის სალონში. სალონი ძმაო, რა ვიცი ჩემი, შეხედე რა კოპცია სალონი არის. უბრალოდ ეხლა საჭეს რამეს მოვუფიქრებთ, ესენი ლუკამ გამეფუჭა, ეს რაღაცა ლაქები რო აქვს, უკან ესეთი ამბავია, უკან მაგარი შენახული სიდენიებია, პროსტა ეხლა რაღაცა პაუერნიკები ისინი გუყვა, ამ საწვევებს მოვაყოლებთ. და ამ მანქანის ყველაზე მეტად წინა ცხვირზე მეტად მომწონს უკანა მხარე. ნახეთ რა ტრაკი აქვს. Audi 80. ეს ქალაობს, კრუჩიტელიც ბრაგუნობს, მაინც ატალახებს ჩავიშვა. შევეცდები რომ ეს კრუჩიტელი გავამაგრო რამით. აქ ამ მხარეში დარარტყამია და ცოტა გასასწორებელია, ეს გაბზარულია, ეს, მაგრამ ეხას მოტრს გავატარებ და ისე გაგატანთ ამ მანქანას რა. აუდიო სისტემას რაც შეეხება, მაგნიტოფონი მუშაობს, ჩვეულებრივად უბრალოდ გამოვაძრეთ რომ აკუმულატორს სვავდა რა, ვერ დავქოქე გუშინ. თორე აუდიო სისტემა, Bluetooth-ი, AUX-ი, ფლეშკა, ძმაო, დისკი არა. თავის ქარხნული დინამიკებითაა, შავი ტყავის ჭერითა და შენ თუ სახში შუქი წაგივიდა და ბავშვები ყავს და გეშინია, შეგიძლია მანქანაში ჩასვა, ეს არ იცი ღამე რამხელა შუქი აქვს. პროსტ აიმე და ჯოკერი ძმაო, პოკერი ძმაო, სეკა ძმაო, რავი სლოტები ძმაო, სლოტები არის თამაშობთ ბიჭო. ეხლა მე რო არ მეთამაშ, აუდიო 80 კი არა, აუდიო R7-ს გავათამაშე. ყლებობას კი ვიძახი რა, მაგრამ ჩემთვის რო ვიღაცას 15 წლის რო ყოფილიყავი, მანქანა ეჩუქნა. ბიჭო, ბავშვებს ვართმევდით ჩასაჯდომ მანქანას და იმით კატავდით. ეხლა წარმოიდგინე, ნამდვილი მანქანა რო ჩემთვის ეჩუქნა რა, მაგრამ რა ბედნიერი ვიქნებოდი რა. და რა დარწმუნებული ვარ, ეს ბევრს გაუსწორდება რა. გინდა რომ შენ მოიგო Audi 80, გამოიწერე ჩვენი არხი და დაალაიქე ყველა ვიდეო. მეგობრებო, მოკლედ ახალია ეს მანქანა. გავაკეთებთ, ეშველება. ნუ იცი ხარ შეჩემო, რაღაცებს. ეს ამოჭერი შეჩემო შეხო. ეს ამოჭერი შეჩემო. არ მეგონაოდ ეს მე 34-ზე მეტად თუ რამე გავაწვალებთ.
ესაა მეგობრებო, მოდი ახლა ჩვენ გავიაროთ ამ მანქანით, განახებთ რა პეწიე აქვს ამ მანქანას, რა შეუძლია, რამდენი ცხენის ძალა აქვს, ყველაფერი მანქანაში ვილაპარაკოთ. ლუკი არ შეგცვი და წამოშიც. ფეჭი გვაქვს ძმაო. დავუბრუნდით მეგობრებო. ნახეთ რა გულისა ეს ჩემი გამოვნებით. საათი მოიშვილი. ერთი გადაკვრა უნდა. ნახეთ. აბაროტები რა სწრაფად იკრიფავს. აი ესაა ჩვენი საჭე. ამას ვეცდებით რომ გავაკეთოთ. ეს ნახეთ სამრიგიანი ეს ახალი მერსედესები ვთქვა რა, თუ აუდებივით. აზე ხარ როდის ფიქრეს ეს სამწევები სარკის მექანიკური ლუკი გვაქვს. სიდენეები რა თქმა უნდა მექანიკური, შუში სამწევები მექანიკური, მაგნიტოფონი მუშაობს უბრალოდ გამომძვრალი გაქვს ესენი ყველაფერი. მუშაობს. მოკლედ ეს პირველად ნახე ფარის ანთება არის აქედან. ესე ინთება. ავარიულების ასანთები არის აქ. ეს მუშაობს. ეს არ გეგონოთ რომ წყალია აწეული, უბრალოდ დაჩიკი არ მუშაობს და მაგიტო ანთებ, ასევე ტახომეტრიც არ მუშაობს. თუ გავაკეთეთ, თუ არა და დაიკიდეთ, არაფერში არ გჭირდება და ფეჭი მუშაობს. ცოტა ხმა კი აქვს, მაგრამ არა უშავს, თავი მუშაობს. ბუქსაობს ძმა. ეხა ბუქსაობდა. ეს აუდი 80-ია. არ გეგონოთ თქვენ გოლდტრი ან რაღაც ეგეთი. ბილად დადის საკმაოდ. ეს უბრალოდ რაღაცეები რო ყრია, მაგის ხმა არის. უბრალოდ ეს მანქანა მინდა რომ ამ მანქანით ვიღაცა გაერთოს რა. რავი, თუ აწყობ ჩემზე ბედნიერი. რავი, არავინ არ იქნება, იმიტომ რომ გამიხარდება ჩემი ნაჩუქარი მანქანა თუ რაღაცა აწყეს, იმიტომ რომ ამ მანქანას აქვს პოტენციალი შეგახსენებთ, იმიტომ რომ არც რაღაცა ესე დანარტყამები არ არის, არც ის არ არის რომ რაღაცა დამტრეული არის, არ რაღაც. მოდი გადავიდეთ და გარედან გავაგრძელოთ. ჩვენ ვაპირებთ გავათამაშოთ ისე რომ თანასწორი იყოს და ისეთ ადამიანზე გავათამაშო, ვისაც არის გათვლილი რა. ანუ როგორც თავიდან თქვით 15-16 წლის არ აქვს მნიშვნელობა იყოს 18 წლის, 20 წლის იყოს, 21 წლის იყოს. რა თუ შესაძლებლობა არ აქვს და მანქანა უნდა და პირველ მანქანად რაღაც გასართობად უნდა, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მთავარია ისეთმა ადამიანმა, არ მინდა ისეთმა ადამიანმა იჩქოს ეს მანქანა, ვისაც რავი, მაგარი მანქანები ყავს და გასაყიდად უნდა რომ გაყიდოს და იმ მანქანაზე დისკები დააყენოს. ეგეთ ადამიანზე არ მინდა. ეგ ყველაფერი ჩვენზე არის დამოკიდებული, რადგან ჩვენ გავთვლით მაგას, ვინ უნდა იჩუქოს ეს მანქანა. მეგობრებო, ამისთვის რომ ჩვენ ესეთი არეულობა არ გვქონდეს, რომ ვიღაცამ ისეთმა იჩუქოს, ვისაც არ სჭირდება და უბრალოდ მართლაც გასაყიდად სჭირდება, კომენტარებში დაწერეთ, უბრალოდ დაწერეთ, რისთვის გინდათ ეს მანქანა, როგორ გინდათ, რატო გინდათ, ჩვენთვის უკეთესი იქნება თუ არ მოიგონებთ და ვაჟკაცები ვიქნებით და სიმართლეს დავწერთ. ავარჩევთ ჩვენ აქედან, ან რამოდენიმე იქნება, ან ერთი იქნება, ვინც თუ გადამრიე და რაღაცა იყო კომენტარი რომ აუ საღო შენ მოეჭველი გჭირდება მანქანა და რაღაც გინდა მანქანა გჭირდება, ეს მანქანა არ დაგჭირდება არასდროს. დღე არ გაგვითენდეს რომ ეს მანქანა დაგჭირდეს, მაგრამ დღეს კი მჭირდება, ავით ყوار წავაში. მაგარი მანქანაა რა. აი უბრალოდ ეხლა წარმოიდგინეთ ეს რო პრიალა კრასკაში იყოს, მაგარი სვეჟი აუდი 80 და ჩვენ გვინდა რომ ეს მანქანა ეგრე მივიყვანო. ესე გათამაშება, ანუ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საღებავს, მანქანა იყოს ლიჟვი და დადიოდეს, ესე ვფიქრობდი მე. 16 წლის რო ვიყავი და 15 წლის რო ვიყავი, რომ რული მინდოდა მეტრიალებინა, ეს ლუკი ივარდება ხოლმე და გამოუწევთ ხოლმე რა თავს. თუ ვინმე გვერდში დაგვიდგება, ამ მანქანის მოხდვაში, პიცოტის მოხდვაში გდია ახლა საცოდავი, ანუ თუნდაც არხის აპარატურაზე, ნებისმიერ რაღაცაზე დაგვიკავშირდით, მადლობლები ვიქნებით. რა თქმა უნდა, ვიდეოში მოხვდებით. ამ მანქანაზე ვეცდებით რომ დავასტიკეროთ და გვინდა რომ თან სტიკერები იყოს და თან კაიფერზე იყოს, კიდე ჩავარდა ხო ის ყლელუკი. გინდა აუდი 80 გავაიწერე არხი რა. მართლა აი გულით მინდა რომ ეს მანქანა ისეთ ადამიანს ვაჩუქო, ვისაც აი მართლა უნდა რა და მაგრად გაუსწორდება. შენი გეყოლება და მამა შენის მანქანის მოპარვა არ მოგიწევს, ბიძა შენის მანქანის მოპარვა არ მოგიწევს. რავი, მოკლედ, თქვენზე არის დამოკიდებული, არ გამოიწერთ დამრჩება მანქანა აუდი 80 და ჩემ გემოზე ისე მოვიყვარო.
0.34-თან ერთად დადგება. ამასაც ისე გავაკეთებ. აი მართლა არაფერი არ უნდა. ეხლა პიცოძე რო შიტოკი ვიყიდო 1000 ლარი უნდა იმ დედამოწყოს შეგებით. ამაზე აყენია. გამოიწერეთ, დაგვალაიქეთ, სარიცხირაკი გააქტიურეთ, გააზიარეთ, რადგან მალე ავიდეთ გამომწერებზე და მალე გათავაშდეს. ყოველ 10,000 გამომწერზე მე ვეცდები, მაქსიმალურად ვეცდები, რომ რაღაც ესეთი მანქანა ვიყიდო, ესეთი ამაზე უკეთესი, ამაზე დაბალი დონის მანქანა ვიყიდო, გავაკეთო შესაძლებლობებით, გავმართო, რომ აი გასაჩუქებლად არ ტეხავდეს რა. ეხლა მაგალითად ვაფშე არ მიტყდება ამ მანქანის გაჩუქება რა. მოკლედ ეს არის ჩვენი Audi 80. მაგარი მანქანაა რა. წავედი მოკლედ მეგობრებო. და გამოიწერეთ და ველოდები რა უკვე 10K-ს.